კითხვა არის ბაქტერიულ ვაგინოზზე, რომელიც მკურნალობის მერე ისე ბრუნდება და რატომ ხდებაო და რა არის ამ დროს ეფექტური მკურნალობა. ნუ ბაქტერიულ ვაგინოზი მარტივად რო წარმოიდგინოთ, როგორც დისბაქტერიოზია, ოღონდ არა ნაწლავებში, არამედ საშოში. ანუ არასასრული ბაქტერიების ზრდა. პირველი თუ ადამიანმა იმკურნალა სრულად ანტიბიოტიკებით ხდება, როგორც წესი, ან მეტრონიდაზოლით, ან კლინდამიცინით და სრულად თუ იმკურნალა 7 დღე ძირითადად და მაინც მალევე დაბრუნდა, მაშინ დიაგნოზი უნდა გადაიხედოს. ანუ შეიძლება არ არის ბაქტერიულ ვაგინოზი და სხვა მიზეზია და მაშინ სხვა მკურნალობა დაჭირება. თუ მაინც ბაქტერიულ ვაგინოზია დამატებით გამკვლევის შემდეგ მაშინ უმეტესად ინიშნება ხოლმე ხანგრძლივი კურსი გელი მეტრონიდაზოლის ზოგჯერ თვეების განმავლობაში და ეგ შველის. ნუ აი პრობიოტიკები, საშოს პრობიოტიკები არსებობს, ან ჩვეულებრივი დასალევი პრობიოტიკები, ეგენი შეიძლება, თუმცა ეგენი ეგეთი ეფექტური არ არის.